ეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიას სვეტიცხოვლობას აღნიშნავს ეს რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომელიც ქრისტეს კვართის წმინდა ისტორიას უკავშირდება. საინტერესოა, რა გზა განლო ამ სიწმინდემ საუკუნეების განმავლობაში. ამ დღესასწაულის ისტორიასა და მნიშვნელობაზე კიდევ უფრო ღრმად უნდა ვისაუბროთ. ახლა ჩვენი სტუმარია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ელდარ ბულბულაშვილი. მოგესალმებით ბატონო. ძალიან სასიამოვნოა თქვენი მობრძანება. გილოცავთ სვეტიცხოვლობას და მეც გილოცავ. დავიწყოთ მაშინ საუბარი აი ამ მნიშვნელოვან სიწმინდეზე. ნუ ჯერ დავიწყოთ იმაზე საუბარი, რომ ქართველების მართლმადიდებლური ნაწილი ყველაზე მეტი ნაწილი განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. რით არის ეს დღესასწაული გამორჩეული სხვა დღესასწაულებისაგან და რა როგორ თქვა დანიშნულება რა წონა აქვს მას სხვა დღესასწაულებთან შედარებით. მეც გილოცავთ შეცანიშნავთ დღესასწაულს. ნამდვილად ეს დღესასწაული საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია. თითქმის 14 მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს მსოფლიოში და ასეთი სახის დღესასწაული არც ერთ ეკლესიას არ აქვს. მაგრამ როგორც მართლმადიდებელი დღესასწაული, იგი შესული არის მსოფლიოს ყველა 14-ვე ეკლესიის კალენდარში, მაგრამ ისეთი ფართო მასშტაბით არ აღინიშნება როგორც ჩვენთან. თითქმის ეროვნული დღესასწაულის ტოლფასი არის ეს დღესასწაული და თქვენს კარგად ხვდებით, რომ ამ დღესასწაულში ეკლესიასთან ერთად მოსახლეობის ფართო ფენებიც არის ჩამული, მათ შორის ისინიც, რომელიც ეკლესიასთან შეიძლება ახლოს არ იყვნენ დაკავშირებული. აი ასეთი სახის დღესასწაულია და საუკუნეების მანძილზე დღესასწაულებოდა ეს დღესასწაული და ქართველი ხალხი განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა ამ დღესასწაულის მიმართ. რაც შეეხება სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის დღესასწაული ორჯერ აღენიშნება საქართველოში. ერთი 13 ივლისს ეს ეხება 12 მოციქულის სახელზე არის სვეტიცხოველი და მის დღესასწაულია და 14 ოქტომბერი კი უფლის კვართის დღესასწაულს ეხება და სწორედ მას დღესასწაულობთ დღეს. ძალიან საინტერესოა. კიდევ ერთი ესეთი შეკითხვა. წმინდა ნინოს როლი საკმაოდ დიდია თვითონ სვეტიცხოვლის შემდეგ უკვე შექმნაში და თვითონ სვეტიცხოვლის ამრავობაში. თუ შეიძლება აი ამაზე რო გვესაუბროთ. კი ბატონო, რაც შეეხება თვითონ წმინდა ნინოს მოღვაწეობას, უფლის კვართმა განაპირობა მისი შემოსვლა საქართველოში. ჯერ კიდევ როდესაც წმინდა ნინო სარა ნიამფორთან სომეხ დვნელ ქალთან იზრდებოდა, იგი უყვებოდა უფლის კვართის შესახებ თუ სად იმყოფებოდა, რომ ეს ხალხი ურწმუნონი იყვნენ და სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა საქართველოში ესე იგი წმინდა ნინოს ესე იგი შემოსვლა. რაც შეეხება თვითონ კვართის შემოსვლას, იგი დაკავშირებული არის საქართველოში მცხოვრებ ებრაელების სახელთან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ებრაელებს ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 585 წელს ნაბუქოდონოსორომ დაანგრია ისრაელი და ებრაელები განიფანტნენ და მათ შორის საქართველოში წამოვიდნენ ნაწილი ებრაელებისა და დამკვიდრდნენ ისინი. საქართველოს მასშტაბით 4 თემი არსებობდა ებრაელების. ძირითადად იყვნენ მცხეთაში, ყარსანში, ურბნისში და აი წიწამურის მიდამოებში იყვნენ განფენილები, მაგრამ ისინი თავიანთ ძირითად სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტენ და მუდმივი კავშირი ჰქონდათ. წერილები მიწერა, ხშირად ჩადიოდნენ და ხშირად ებრაელები ესე იგი, როდესაც უჭირდათ თავიანთ სამშობლოში, თავიანთ სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ მოძმებს იბარებდნენ ხოლმე თავიანთ ქვეყანაში და ასე მოხდა 30 წელს, როდესაც ესე იგი ქრისტე ჯვარც უნდა ეცვა, მათ მოიხმეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ებრაელები და უნდა ესე გაესამართლებინათ და მონაწილეობა უნდა მიეღოთ. თავისთავად უფლის კვართის შემოსვლა საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლას ნიშნავს. მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ წყაროებში გვაქვს ჩვენ ცნობები, რომ არა თუ ესე იგი უფლის კვართის შემოსვლამდე, არამედ თვითონ წმინდა ქრისტეს მოღვაწეობის დროს უკვე პირველი ქრისტიანები ჩანან. მაგალითად, ელიოზ მცხეთელის დედა, რომლის სახელი არ ვიცით, პირველი ქრისტიანია. იგი ეხვეწება თავის შვილს, უნდა წავიდეს ისრაელში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ქრისტეს ჯვარცმაში მონაწილეობა არ მიიღოს.
უნდა წავიდეს, მაგრამ მართლაც ასე მოხდა, არ მიუღიათ. და როდესაც წილი იგდეს, კვართი ერგო სწორედ ელიოს და ჯერ კიდევ ძველი აღთქმის მიხედვით კვართი არ განიყოფა. იქ ერთი ძაფისაგან არის უკერველია, ძაფისაგან არის ნაკსოვი. და კვართი სიმბოლურად ქრისტეს ეკლესიას წარმოადგენს. ისე როგორც კვართი არ განიყოფა, ქრისტეს ეკლესიაც არ განიყოფა. ეს სიმბოლო ქონდა კვართის დანიშნულებას. და ელიოზმა ის ჩამოიტანა, მაგრამ მანამდე ძალიან საინტერესო, როდესაც ქრისტე ლურჯმით დამშვალეს, ელიოზის დედა სულიწმინდის მადლით ემცნო მცხეთაში ესე იგი ქრისტეს ნება და განუტევა სული. რაც შეეხება თვითონ კვართს, რო ჩამოიტანა, სიდონიამ გულში ჩაიკრა. ესენი პირველი მოწამენი არიან და ეკლესიას ისინი წმინდანებად ყავს შერაცხული. რაც შეეხება კვართის დაფლის ადგილს, სიდონიამ კვართი ჩაიკრა და მასთან ერთად განუტევა სული და სწორედ ამ დროს მეფე ადერიკი იყო. და სწორედ კვართის შემოსვენება მცხეთაში ხილულის სახით მოხდა, მაგრამ ღვთისნებით მალევე იქნა დავიწყებული. უკვე მეფე ადერიკის შვილიშვილმა იცის, რომ კვართი მცხეთაშია, მაგრამ ადგილი არ არის, ხოლო შემდგომ უკვე საერთოდ არ იციან კვართი არსებობდა თუ არა საქართველოში და მე-4 საუკუნეში წმინდანი როდესაც შემოდის, მან იცის კვართი ღვთისნებით არის საქართველოში, მაგრამ მირიან მეფემ არ იცის. და როდესაც გაიგებს კვართის არსებობას, იგი დაინტერესდება და ებრაელებს მოიხმობს, თუ სად არის კვართი დაფლული. ისინი დაუდასტურებენ კვართი მცხეთაშია, მაგრამ ადგილს არ მიუთითებენ, რადგან ღვთის განგებას ემორჩილებიან და არ ამხელენ ამას. და კარგ ახსნის მანძილზე კვართის რომ რა ადგილზე იყო დაფლული, ეს არ არის. რაც შეეხება წმინდა ნინოს, ღვთის განგებით მათ ეცნობა კვართის დაფლის ადგილი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კვართის ადგილზე ამოვიდა კილამოის ხე, ლიბანის ხე, რომელიც კარგ სუნნელებას აფქებდა და ის მიდამო, სადაც კვართი იყო, სუნნელებას და ჩიტები გალობდნენ, ჭიჭიკებდნენ და ასე შემდეგ. თუმცა მცხეთელ მოსახლეობას უკვე კვართის არსებობა მცხეთაში დავიწყებული ქონდა. მაგ კი არა, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მითითებულია, რომ კვართი მცხეთაშია, მაგრამ სად არის, არ არის მითითებული. აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დროსაც უკვე უცნობი არის კვართის განსვენების ადგილი. რაც შეეხება თვითონ წმინდა ნინოს, როდესაც ეკლესიების შენებას დაიწყებენ, ნინო ეტყვის მეფეს მერიანს, რომ სად უნდა აშენდეს ეკლესია, მეფეთა პირმა თქვასო და ის მიუთითებს ეკლესიის აშენების ადგილს და ზუსტად მიუთითებს იმ ადგილს, სადაც კვართის დაფლის ადგილი არის. მაგრამ კვართის განსასვენებელი არ იცის მირიანმა, ესეც ღვთის განგებით მოხდა. და სწორედ ის ხე მოიჭრა 7 სვეტი და ერთ-ერთი სვეტი თავის ადგილზე ვერ დადგა და ეს სვეტი იქცა სწორედ ესე ცხოვრყოფელ სვეტად, რომელიც მირონი გადმოსდიოდა და აი სწორედ წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება ის პერიოდი, როდესაც მირონი სასწაულებს ახდენდა, კუნავდა სხვადასხვა ადამიანებს, ასე უკუნებელი სცენისგან დავალდებულებს და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო იყო თვითონ და ბოლოს მე თვითონ ამ ჯვრისგან აკეთებდნენ ამ ცხოვრყოფელი ჯვრისგან აკეთებდნენ პატარა ჯვრებს და საქართველოს სხვადასხვა ნაწილში ესე იგი არიგებდნენ. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს. გარდა ამისა, აქ აშენებული ეკლესია, პირველი ხის ეკლესიაც ეწოდა ქვემო ეკლესია, ანუ წმინდათა წმინდაი. ხოლო მირომდინარე ცხოვრყოფელი სვეტის გამო შემდგომ ეწოდა მას სვეტი ცხოველი. აი ამ სვეტის გამო ეწოდა სვეტი ცხოველი მას. და ძალიან ბევრი სასწაულებია დაკავშირებული წმინდა ნინოსთან დაკავშირებით და მე-12 საუკუნის კათალიკოს პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერიძემ თავის ნაშრომში საკითხავი სვეტი ცხოვლისა, უფლის, კვართისა და კათოლიკე ეკლესიისა ასახა ეს სიწმინდეები, ის სასწაულები, რომელიც უფლის კვართთან უკავშირდებოდა. რაც შეეხება თვითონ კვართის ფლობას, კვართის ფლობა ადრეც მოგახსენეთ, რომ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო არის და მართლაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე საქართველოს ეკლესია მიუხედავად იმისა, რომ მე-15 საუკუნეში
პოლიტიკური პროცესების გამო გაიგო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესია, მაგრამ ერთმანეთს არ დაპირისპირებია, არ გახლეჩილა, ეკლესიის გაყოფა არ მომხდარა, რადგან იგი ფლობდა ამ უდიდეს სიწმინდეს. რაც შეეხება იმას, კვართი უხილავი არის. ის ჩვეულებრივ და გადმოცემის მიხედვით მეორედ მოსulis ჟამს მოხდება მისი გამოჩინება. კვართი თვითონ სვეტი ცხოველშია და ის ადგილი, სადაც ცხოველმყოფელი სვეტი იყო, შემდგომ ქვითკირით გააკეთეს და დღეს სწორედ ეს ქვითკირი გვაქვს ჩვენ შემორჩენილი, რომელიც მე-17 საუკუნეში ესე თვითონ სვეტი ცხოველში. კი, სვეტი ცხოველში არის და გარდა ამისა, კვართი არის სიმბოლო ქრისტეს საფლავისა. ამიტომ ძალიან საინტერესოა, რომ კვართის დაფლის ადგილის გვერდით არის ქრისტეს საფლავის სახელობის პატარა ტაძარი. თვითონ სვეტი ცხოველის ტაძარშია პატარა. ასლი რო არის? კი, ასლი, ძალიან ეს იერუსალიმის ესე იგი სიონის ის არის ასლი არის და აი აქ სწორედ არის ამის ისაც სიმბოლო. სიყვარული მოიტანა, ხო, ბოდიში გაცრახთ. შეკითხვა გამიჩნდა. ხო, მრავალი საუკუნის მანძილზე სვეტი ცხოველი აშენდა, დაინგრა, შემდეგ აღადგინეს. აი მის არქიტექტურაზე რო გვესაუბროთ, მის სტილზე რო გითხრათ, აი ვითი გამოირჩევა ეს დაუშვათ საქართველოს პატრიოტიზმისგან. ესე იგი მირიანი დროს ხის ეკლესია რომ აშენდა, მე-4 საუკუნის ბოლოს ვარას ბაკური დროს მეორედ აშენდა კიდევ ხის ეკლესია, როგორც ჩანს, დაირღვა ეს ეკლესია. ვახტანგ გორგასლის დროს ააშენეს ქვის ეკლესია. და აი დღეს ეს სვეტის ცხოველის ტაძარი რა მოცულობისიც არის, იმ მოცულობის ფარგლებში აშენდა დავით ისა ვახტანგ გორგასლის დროს ეს ეკლესია და რა საინტერესოა იცით, ეს ქვის საბურველი, რომელშიც ცხოველმყოფელი სვეტი იყო, ზემო ეკლესიაშიო, ანუ სამთავროს ეკლესიაში გადაუტანიათ, რო დამთავრებულა, შემდეგ გადმოუტანიათ. აქ არქიტექტურა მე შემდგომ პერიოდში კიდევ გარკვეული ცვლილებები განიცადა და სწორედ მე-11 საუკუნეში მელქისედეკ კათალიკოსის დროს აშენდა სვეტის ცხოველის ტაძარი დაახლოებით 1029 წლებში. ხა კონსტანტინე გამსახურდიას ამაზე მოგეხსენებათ, დიდოსტატის მარჯვენა აქვს მიძღვნილი. და ეს ტაძარი საპატრიარქო ტაძრად იწოდებოდა. საერთოდ საეკლესიო კანონიკის მიხედვით დედაქალაქი, სადაც არის საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარიც იქ უნდა მჯდარიყო. ცხეთა რომ იყო დედაქალაქი, სვეტი ცხოველში იჯდა. მაგრამ მერე დავით ისა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩის დროს დედაქალაქი ხდება თბილისი და თბილისში აჩენეს ანჩის ხატი. ანჩის ხატი საკათალიკოსო ტაძარი იყო, მაგრამ ცხეთის სვეტი ცხოველის ტაძარს არ დაუკარგავს მნიშვნელობა. და ისიც ითვლებოდა საპატრიარქო ტაძრად და რეზიდენციად და დღესაც ესეა. რაც შეეხება მერე თემურლენგის შემოსევების დროს სვეტი ცხოველის ტაძარი მე-14 საუკუნის ბოლოს დაირღვა, თითქმის მიწასთან გასორდა და აღდგენილი იქნა მე-15 საუკუნის დასაწყისში. ჯერ ალექსანდრე მეფის, ალექსანდრე დიდის და მისი ბებიამ დაიწყო რუსამ და მერე თვითონ დაასრულა ეს ტაძარი და დღეს იმ სახით არის ეს ტაძარი შემორჩენილი. ეს რამდენაირად იმეორებს იმ სტილს არქიტექტურისას, რაც არსაკიძემ შექმნა? რა არის იცით, ეხლა ჩვენ ზუსტად იგივეა. რაც მე-11 საუკუნეში აშენდა, აქ არ დაუმატებიათ არაფერი, თუმცა ზოგი ამბობს, რომ მაცხოვრის საფლავის ტაძარიო შიგნი რომ არის, ამ დროს უნდა შექმნილიყო, თუმცა წყაროებში წერია, რომ მაცხოვრის ტაძარი იოანე მე-4 ოქროპირად წოდებულმა კათალიკოსმა შექმნა. ეს მოღვაწეობდა მე-11 საუკუნეში. ეს კაცი მოღვაწეობდა. მაგრამ სვეტი ცხოველის ტაძარი მარტო ტაძარი არ იყო საქართველოსთვის და არც ეხლა არის. იქ ხდებოდა მეფეთა კურთხევა. იქ ხდებოდა ეპისკოპოსთა კურთხევა და კათალიკოსთა კურთხევა. ეხლა მეფე არ აყვავს ჩვენ, მაგრამ ეხლა გაერთიანებული საქართველოს მეფეებზია საუბარი, რომ იქ ხდებოდა. და ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები ქართველი ხალხის გადამწყვეტი რომ იყო, სწორედ აქ იკრიბოდა ქართველი ხალხი და ამის დასტურს წარმოადგენს თუნდაც ის, რომ 1917 წლის 12 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სწორედ ამ ტაძარში გამოაცხადეს. ეს
გული იყო, საქართველოს გული იყო. მირონი იკურთხებოდა აქ ხდებოდა მირონის შეზავება, იხარშებოდა მირონი და კურთხევა ხდებოდა მირონის და დღესაც ეს ტრადიცია გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანი გახალავთ. აი ეს ტრადიცია. ერთი ესეთი შეკითხვა ბატონო ელდარ, ეხლა ჩვენ გვიხარია და ვარ ძალიან ბედნიერები, რომ ასეთი დიდი დღესასწაულია და ვამაყობთ იმითი, რომ ჩვენი მაცხოვრის კვართი საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ სხვებმა თუ იციან ნეტა. რაშია საქმე იცით? ძალიან კარგი კითხვა არის. რუსული წყაროები გვიდასტურებს, მაგრამ რომ საქართველოში იყო ოდესღაც კვართი, ეხლა აღარ არისო. და ქართული წყაროების გარდა ჩვენ ნაკლები ცნობები გვაქვს. რაც შეეხება თვითონ კვართის არსებობის შესახებ, კვართს დღეს პრეტენზიას აცხადებს სამი ქვეყანა. გერმანია ტრირში არის დაცული, საფრანგეთი და რუსეთი. მაგრამ გამოირკვა, რომ გერმანიაში ტრირში დაცული კვართი ხილული სახითა მეს თვითონ მინახავს ეს მოკლე არის, ესე იგი შეიძლება ის ქრისტეს სახელთან არის დაკავშირებული, მაგრამ კვართს არ განეკუთვნება, კვართი არ უნდა იყოს ის და რაც შეეხება თვითონ საფრანგეთში დაცულ კვართს, ესე იგი სიწმინდეს, რომელსაც კვართად მიიჩნევენ, ის არც ნაკსოვი არ არის. არც ის არის ტრირში ნაკსოვი. რაც შეეხება რუსეთი, რო ჩემგულობს, რომ კვართი რუსეთში იმყოფება, ეს არის, ესე იგი 19 საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა რუსეთში ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს შაჰ-აბასმა 1614 წლებში კვართი გაიტანა საქართველოდან და მერე 1620 წელს რუს ელჩებს ეს კვართი საჩუქრად გაუგზავნა. და თვითონ კვართის ნაწილი, პატარა ნაწილი და რუსეთში ამ დროს ალექსი მიხეილ რომანოვი მეფობს და მისი შვილი მისი мама ფილარეტი არის პატრიარქი და როდესაც ეს კვართი დაეჭვდნენ ისინიც რომ ეს კვართი არის თუ არ არის და გზაზე წერილებს წერენ ამ ელჩებს გაიგონ რა არის ეს და ჩაიტანებენ და ამ დროს უკვე პოლიტიკური ვითარება შეცვლილი არის რუსეთის საკმაოდ ძლავ სახელმწიფოთა მესამე რომად აცხადებს თავის თავს და ესე იგი გამოსთა ჩაუტარეს ამ ნაწილს რომ კვართი იყო თუმცა დაეჭვებულები იყვნენ რომ ეს კვართი არმიაში და კვართი იყო თუ არა და ძალიან საინტერესო რამ განხორციელდა რომ ესე იგი ბოლოს გამოცადეს და მიიჩნიეს რომ კვართი არის ეს და მესამე რომად წოდებულ ქვეყანას ნამდვილად ჭირდებოდა ასეთი სიწმინდე თუმცა მე-17-მე-18 საუკუნეებში რუსი ელჩები ის რვაგზავნიან სასულიერო პირები არიან ჩართულები და ისინი ყოველთვის მიუთითებენ რომ გაიგონ კვართი არის თუ არა საქართველოში და ისინი უდასტურებენ რომ საიდუმლო მიმოწერებში რომ კვართი ნამდვილად საქართველოში და არავის არ წაუღია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ელდარ, ჩემი ნება რო იყო, სულ არ გაუშვედი ბატონ ელდარს. დღეს მთელი დღე თქვენთვის უნდა დაგვეთმო. რა ასისავთ უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ ცოტის ხოვლობას.